როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა დიეტის გარეშე ერთ თვეში ან უფრო ნაკლებში? პრობლემა არ არის ის, რომ შენ არ შეგიძლია. პრობლემა ისაა, რომ მთელი შენი შეგნებული ცხოვრება გაძალებდნენ შიმშილს. არ ჭამო ეს, არ ჭამო ის, შეამცირე პორციები, დალიე ეს სასწაულმოქმედი ჩაი და დაიკლებ. და ბოლოს იღებდი შედეგს, რომელსაც მაინც ვერ ინარჩუნებდი. ადამიანმა წონის კლების უამრავი მეთოდი მოიგონა, მაგრამ ერთი მთავარი პრინციპის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა წონაში დაიკლოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დიეტას გამოიყენებს. ეს იქნება უგულავას დიეტა, გასახდომი ჩაი, თუ კეტო დიეტა, ყველა ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქმნის კალორიების დეფიციტს, რაც შესაბამისად იწვევს წონის შემცირებას. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა არის არა თვითონ წონაში დაკლება, არამედ მიღებული შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, წონის კლება არ ნიშნავს მხოლოდ რაღაცების აკრძალვას. ჯანსაღი წონის კლება ნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც შენი ორგანიზმი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ამ დროს კი სხეული ხვდება, რომ ცხიმის შენახვა საჭირო აღარაა. აი სამი ნაბიჯი, რაც დაგეხმარება წონის დაკლებაში. ნაბიჯი პირველი: ჭამე რეალური საკვები. შენ გჭირდება ნამდვილი საკვები, რომელიც მოგცემს ენერგიას და დანაყრების შეგრძნებას. ცილებით მდიდარი საკვები, ბოსტნეული, ჯანსაღი ცხიმები და კომპლექსური ნახშირწყლები. სხეული მაშინ იწყებს ცხიმის წვას, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ნაბიჯი მეორე: 80%-იანი დანაყრება. ჭამე ნელა, მშვიდად და შეწყვიტე ჭამა მაშინ, როცა თავს კომფორტულად იგრძნობ და არა მაშინ, როცა ზედმეტი მოგივა. ნაბიჯი მესამე: 10-15 წუთიანი მოძრაობა. შენ არ გჭირდება მაინც და მაინც დარბაზში ვარჯიში. შენ გჭირდება ყოველდღიური მოძრაობა, რომელსაც ექნება სისტემატიური სახე, რაც შეამცირებს სტრესს და ორმაგად აამუშავებს ცხიმის წვას. ასეთი მარტივი ნაბიჯებით ჩემს მომხმარებლებს 30 დღეში დაუკვლიათ 3, 5, 7 და ზოგს 10 კილომდეც. დიეტის, შიმშილის და გასახდომი ჩაის გარეშე. თუ გინდა რომ ეს გზა შენს გაიარო და შეცვალო შენი სხეულის ფორმები, დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და გამოგიგზავნი ყველა დეტალს, რომ ჩაეწერო კონსულტაცია.